უნდა დავიწყოთ ნიკა გვარამიას განაჩენით, ხომ? ალბათ მოსალოდნელიც იყო რა განწყობა ექნებოდათ კოალიციაში ამასთან დაკავშირებით და მოსალოდნელი იყო ნიკა გვარამიას განწყობაც, მაგრამ როგორ მიიღო მან ეს განაჩენი? მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის. ჩვენ მოლოდინი გქონდა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა, ვინაიდან ვიცით რა, რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერს ამ ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ, ივანიშვილის სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა და ნიკა გვარამია წინასწარ პატიმრობაშიც იმყოფებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ აქ მქონდა ზუსტად ეს მოლოდინი, რაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ თავარი არის ის, რომ თუ ვინმე აჩვენებს დაუმორჩილებლობას, ეს პირველ რიგში არის ქართული საზოგადოება და ის პროტესტი, რომელიც არის რუსთაველზე და როცა საჭიროა რომ ბევრი ვიყოთ, გამოდის ბევრი ადამიანი და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები. გუშინდელი საკითხიც ამის გამოხმაურება, ფაქტიურად იქ ვიდექით პროდასაური პოლიტიკური პარტიები, ძირითადი ოპოზიციური პარტიები, რომელიც თანხმდებით იმაზე, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერების ხედავთ ციხეში, ჩვენ არ თანამშრომლობთ რეჟიმთან, არ ვაპირებთ რეჟიმს ეს ეგრეთ წოდებული კრიმინალური არჩევნები, ეს ფალსიფიცირებული პროცესი, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ გაუმარტივოთ და მეორეს მხრივ მივცეთ ამ გაყალბებულ და კრიმინალურ არჩევნებს ლეგიტიმაცია და ლეგიტიმაცია მთლიანად ქართულ ოცნებას. ნიკა გვარამია არის მხნედ ბრძოლის განწყობაზე, არის და ვართ როგორც ნიკა გვარამიასთან, ასევე ნიკა მელიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში, ჩვენ კოალიციის ნაწილში, პარტიებიც და ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკური ლიდერები, გიორგი ვაშაძე იქნება თუ სხვა გამოიყურებიან ხნედ და არიან ბრძოლის განწყობაზე და გაცნობიერებენ. კი ბატონო, აი დაუბრუნდებით იმ განცხადებას, პარტიების ერთობლივ განცხადებას, მაგრამ ისევ ნიკაზე მინდა კითხოთ, მისი განაჩენი ჯერ არ იყო ცნობილი გუშინ, როცა ხელახლა მიიმართეს პროკურატურას თეატრულკიანის კომისიიდან. ეს არის თქვენთვის მაჩვენებელი იმის, რომ შესაძლოა ბრალი უფრო გახანგრძლივდეს, დამძიმდეს, არ ვიცი, ახალ ბრალს თუ ელოდებით მის მიმართ. ამ რეჟიმის პირობებში ამ მიმართულებით რაიმეს პროგნოზირება გამორიცხულია, მაგრამ მათ რომ გადაწყვეტილი აქვთ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები იყვნენ ციხეში, ეს ცხადია და მათი ყოველდღიური მესიჯი, ყოველდღიური განცხადება ამაზე ხაზგასმით საუბრობს. ნიკა გვარამიასთვის და სხვა პოლიტიკური ლიდერებისთვის, იქნება ნიკა მელიასთვის სხვა, არც ერთი მათგანისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ორივე მათგანმა და ასევე ზურაბ ჯაფარიძემ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებმა კარგად იციან, რომ გამარჯვება გადის ერთის მხრივ ართანამშრომლობაზე და წინააღმდეგობაზე და მათ შორის ციხეებში და მათ შორის ციხეში ყოფნაზე. ვინაიდან ჩვენ არ ვებრძვით დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ ვებრძვით პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება 26 ოქტომბერს და 26 ოქტომბრიდან მოყოლებული თქვა იმ ყველაფერზე ვარი, რაზეც ქართულმა საზოგადოებამ წლების განმავლობაში იბრძოლა. ეს იყო ევროინტეგრაცია, ეს იყო ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ეს იყო ის, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა არსებობდეს, ეს არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერები გამოგონილი ბრალით არ უნდა იყოს ციხეში. ქართულმა ოცნებამ უგულველყო ეს ყველაფერი, აქედან გამომდინარე წინააღმდეგობის ხაზი გადის მათ შორის ციხეზე და ხვალზე შემდგომ დღეებში შეიძლება სხვა პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერებიც მიემატოს, მაგრამ არა რეჟიმთან თანამშრომლობას, არა თანამშრომლობას არის მთავარი ხაზი, რაც ქართულ ოცნებას აწუხებს და ეს ჩვენ ნახეთ მათ განცხადებას. რაც შეეხება პარტიების ერთობლივ განცხადებას, ხომ გუშინ ვნახეთ, რომ მათ შორის თქვენი კოალიციის წევრებმა შეწყვიტეს შიმშილობა ამ განცხადების შემდეგ. ეს არის დასაწყისი თანამშრომლობის ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაზეც მუდმივად იყო მოლოდინი და მუდმივად იყო კრიტიკა ოპოზიციური პარტიების შემდეგ. რა ფორმის თანამშრომლობის დასაწყისია და რა ოპოზიციის რა ნაწილს მოიცავს ეს? პარტია ახალი და მთლიანად კოალიცია შექმნის დღიდან მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები და რაც აკლია ქართულ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ძირითად ნაწილს, მოდი ესე ვიტყვი, პოლიტიკური პროცესისთვის წერტილის დასმა და ახალი პოლიტიკური პროცესის დაცვა. ჩვენ ნაბიჯ მივდივართ ამისკენ. ჩვენ კოალიციაცვლებისთვის და ის ხელმომწერი პარტიები, რომლებსაც მოაწერეს ხელი, დავასრულეთ დისკუსია
იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობის სამსახურში მივიღებთ თუ არა არ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ შეიძლება ამას თავიდანვე ვამბობთ, მაგრამ იყვნენ პარტიები, რომლებიც ამას კაფეოდ არ აფიქსირებდნენ. მადლობა ამ პროდასავლურ პარტიებს ესეთი თანმიმდევრულობის და პრინციპულობისთვის ჩვენ ეს პროცესი დავასრულეთ. გარდა სხვა პარტიებსაც გულისხმობთ, რომელთა პოზიციაც არ ლელოს გარდა და გახარიას პარტიის გარდა იყვნენ სხვა პარტიები, რომელთა მკაფიო პოზიციაც არ იცოდით და ახლა გახდა ცნობილი. ხო, ანუ ახლა თქვენ მინდა გითხრათ, რომ ერთი ძალიან მარტივი საკითხი. ხშირად იყენებს ქართული ოცნება ირაკლი კუბახიძე და ხშირად ამბობს ამას ლელოს პარტიის წარმომადგენლები, 2-2-ია, 2 მომხრეა, 2 წინამორბედი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ, მაშინ 3 ერთზე რატომ არ არის? იმიტომ რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს კოალიციის წევრი არ მონაწილეობს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგალითად თავისუფლების მოედანი. ან რატომ ვაყენებთ ესეთი ასე ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უბრალოდ ახლა დაფუძნდა და მათ აქვთ და უნდა ქონდეთ და მათთვის თავარია განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომელმაც თქვენს ვარი. მე ხმათ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ახალი პარტია, რომელიც ახალ დაფუძნებულია, უბრალოდ შემოუერთდება ჩვენს ინიციატივებს. არანაირი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, რომ რაღაცა მხოლოდ 4 პარტია არსებობს საქართველოში და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ანუ ეს არის ღია მხარდამჭერებისთვის, თუ ელოდებით მაგალითად ლელოს მიმართ არის უფრო თქვენი მოლოდინები გამოხატული, ხო, ამ ბოლო დღეებში, თუ ელოდებით მათ შემოერთებას ან კომუნიკაცია, რამე დისკუსია თუ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ დისკუსიას გუშინ გვა პოლიტიკური გაერთიანება მოუჭდა. ამ პოლიტიკურ პროცესს დაუსვით წერტილი და ვიწყებთ ახალ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც იქნება კამპანია რეჟიმთან არ თანამშრომლობს. უახლოეს დღეებში, როგორც გუშინ ჰქონდა პრეზენტაცია ამ შეთანხმების, უახლოეს დღეებში იქნება ამის შეთანხმების პრეზენტაციაც. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე მიმდინარეობს ჯერლობა. რაც შეეხება ეს ეხება ლელოს თუ სხვა პარტიებს. დიახ, მათ აქვთ დრო და შესაძლებლობა, რომ მოусვინონ ქართულ ხალხს არ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ჩვენი ხალხია შემოუერთდნენ ამ ერთობას. ერთობა არის მნიშვნელოვანი და ერთობის გარეშე რეჟიმთან გამარჯვება დროში გაიწერა. ასევე თენგო თევზაძე შემიძლია ამ შემთხვევაში პარტია ახალი სახელით ვისაუბროთ. თენგო თევზაძესთვის საერთოდ არ წარმოადგენს ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ან რაოდენობა. იმიტომ რომ დღეს ირაკლი კუბახიძე გამოვიდა და ეს პარტიები კი ოპოზიცია სამწუხაროა რომ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, მისთვის სამწუხარო. მაგრამ 20 სხვა პარტია არსებობს. ანუ ისინი აპირებენ სატელიტი პარტიების შექმნას და არჩევნებში მონაწილეობას. და ამ სია ჩვენ გამოვაქვეყნეთ. როცა ამის დრო მოვა და როცა ამ პარტიების შემადგენლობაში თუ უნდა ვიღეს იყოს, ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამას პრობლემად ვერ ვხედავთ, უბრალოდ ისინი იქნებიან თანამონაწილე იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის არაღიარების და მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების პერიოდი და დრო შეიძლება დროში გაიწევს, მაგრამ ეს გარდაუვალია და ჩვენ ვიცით ბევრი პარტია, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს ეთანამშრომლებოდნენ იმ დროინდელ ხელისუფლებას. ანუ სწორად გავიგეთ თქვენი პოზიცია, პარტიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვენ ფაქტობრივად გაუთანაბრეთ პარტიებს, სატელიტ პარტიებს, რომლებიც ყავს ოცნებას, პარტიები, რომლებიც მიიღებენ ამ არჩევნებისთვის საგანგებოდ. პარტიები, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ისინი ითანამშრომლებენ ივანიშვილის რეჟიმთან. სამართლებრივადაც ესია, პოლიტიკურადაც ესია და ეხლა მე არ ვიცი სხვა რა პროპაგანდისტული მესენჯი შეიძლება მოვიფიქროთ. გამოგლეჯვა არ არის არც სამართლებრივი, არც კონსტიტუციური და არც პოლიტიკური პროცესი. გამოგლეჯვა არის ვიღაცას ხელში რო წაგართვა, რომ მიხვალ და შენ წაართვა. და ამაშიც ვეუბნები, წავიდეთ და გამოგლეჯოთ. მაგრამ არც ეს უნდა და ეხლა არჩევნებში რეჟიმთან მონაწილეობა თუ გამოგლეჯვა, თანამშრომლობა თუ ბრძოლა, დათმობებზე წასვლა თუ ბრძოლა, მაშინ რეალური ბრძოლა და წინააღმდეგობა და თანამშრომლობა რატომ არ არის ბრძოლა? ვინმე ამაზე გამცეს პასუხი, ეს ერთი და მეორე საკითხი. რა პირობებში ჩვენ წავედით ძალიან ბევრ დათმობაზე, მაგრამ გადავდით კონსენსუსისკენ ნაბიჯი და შედეგი ეს არის, სადაც უფრო მეტი კონსენსუსი იყო ყველა ოპოზიციური პარტია იმ კონსენსუსის და საერთო იდეის ირგვლივ შეიძლება. ეს არ არის რაიმე პლატფორმა, ეს არ არის რაიმე ვინმეს
გაერთიანება ან ვინმეს ირგვლივ გაერთიანება. გუშინ პროდასავლურმა პარტიამ თქვა, რომ კრიმინალურ რეჟიმთან თანამშრომლობაზე ვამბობ და კრიმინალურ არჩევნებში არ მიღებთ მონაწილეობას. ამაზე მკაფიო მესიჯი, ამაზე კონკრეტული საკითხი და ამაზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს, რაც ბოლო პერიოდში ქართულ ოპოზიციას გაუკეთებია. ჩვენი კარი ღია, ყველა შეუძლია შემოუერთდეს, ვინაიდან ეს არის ამ საკითხების ირგვლივ ერთობა. კი ბატონო, მადლობა თენგო თევზაძე იყო ჩვენი სტუმარი.